რუმინეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი კალინ ჯორჯესკუ აცხადებს, რომ რუმინეთის ხელისუფლებაში მის მოსვლას ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ევროპული ბიუროკრატია შეეწინააღმდეგა. რუმინეთის სასამართლომ მას არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირება აუგზავნა. მანამდე კი ის არჩევნები გააუქმა, რომელშიც ჯორჯესკუმ გაიმარჯვა. ამერიკელ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან საუბრისას ჯორჯესკუმ განაცხადა, რომ მისი ჩამოშორების მიზეზი ნატოს პოზიციას უკავშირდება. ალიანსს რუმინეთიდან ევროპის ომში ჩათრევა და მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურდა. ყველა მიცის, რომ რუმინეთში საგარეო ჩარევას ჰქონდა ადგილი, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელი მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ. ის ჩაერია ჩვენს არჩევნებში და პირდაპირ ბრძანებებს გასცემდა იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა სისტემას. ამის თაობაზე ყველამ კარგად იცის, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ასევე მაია სანდუმ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სახელმწიფო დეპარტამენტის იმდროინდელი მდივანი ენტონი ბლინკენია. ეს იყო ინტერვენცია ძალიან მკაფიო, მათ არ სჭირდებათ თავისუფალი რუმინეთი. გასათვალისწინებელია, რომ ნატოს უდიდესი სამხედრო ბაზა სწორედ რუმინეთშია. მათი მიზანი მესამე მსოფლიო ომის რუსეთიდან დაწყებაა. შემდეგ კი დანარჩენი ევროპა და მერე უკვე ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერევიან.